მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ თელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, my video.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. თბილისში იმართება ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის ორნელა მუტის ბენეფისი, განსაკუთრებული კულტურული და საქველმოქმედო საღამო, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ხელოვნებასა და მნიშვნელოვან სოციალურ მისიას. ორნელა მუტი ჩამოვწანდება და 16 მაისს საღამოს 7 საათზე კოტე მარჯანიშვილის თეატრში შეხვდება თავის მაყურებელს და ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად. ნიკა ესაკია შემოგვერთა, ფონდ ცხოვრება მშვენიერიას დამფუძნებელი და იდეის ავტორი. ნიკა, მოგესალმებით, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოკლედ გვაქვს შესაძლებლობა ორნელა მუტის ადგილზე ხილვის და აი ამ საქველმოქმედო საღამოში, ასე ვთქვათ, მიღების იმ სიამოვნების, რომელიც გვაქვს წინ და მოდით ახლა იმ დეტალებზე ვისაუბროთ, რომელიც გსურთ რომ ჩვენს მსვენელს და მაყურებელს გაუზიაროთ, თავად ორნელა მუტის ჩამოსვლა, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს კინოვარსკვლავი და ერთგვარი დრამატურგია, ანუ სცენარი როგორი შეიძლება იყოს, რა მოლოდინი შეიძლება შეიქმნას წინასწარ, ვიდრე მაყურებელი დარბაზში აღმოჩნდება. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ კარგად მაქვს დაცდილი ყველა ღონისძიების წინ თქვენთან ვარ სტუმრად და შემდეგ ღონისძიებაც შესაბამისად არაჩვეულებრივად მიმდინარეობს. ესე იყო 2022 წლიდან მოყოლებული. ჩვენ ფონდს ცხოვრება მშვენიერიას ძირითადად ჩამოყავდა და ჩამოყავს დღემდე იტალიელი მომღერლები. ადამიანები ვის ჩამოყვანაც ჩემს რო გეკითხათ თუნდაც 5-10 წლის წინ არც მიფიქრია და არც მიოცნებია. ოცნება მქონდა ბავშვობიდან, რომ ამათ კონცერტებზე ერთხელ მაინც ცხოვრებაში რომ მოხვედრილიყავი საქართველოში. ის რომ ამათ კონცერტზე კი არა მათთან მეგობრობა, მათთან ერთად აი ყოველი თუნდაც ახალი წელია შობა, აღდგომის დღეს სულ აი მილოცვები და რეკვები ესეთი დონის მომღერლებთან, ჩემთვის ეს არის აი ზღაპრის გაგრძელება, რომელიც დავიწყეთ 2022 წელს, როგორც აღნიშნე, რიკი ეპოვერი ყავდა მაშინ პირველად ჩამოყვანილი და აი ეს ზღაპარი გრძელდება დღემდე. ხა თვითონ ორნელა მუტის რაც შეეხება ორნელა მუტიზე შერჩევა ესე კონკრეტულად არ მომხდარა, უბრალოდ მე როგორც ფონდის დამფუძნებელი ბავშვობიდან იტალიით ვარ მოწამლული და თუ ვინმე ჩამოყავს არის იტალიელი. და ორნელა ეხა ის ფილმები ყველა ქართველისთვის ძალიან ცნობილი და საყვარელი როგორც არის ჭირვეულის მორჯულება და უზომოდ შეყვარებული, ეს ორი განსაკუთრებული ფილმია, თორემ ორნელა მუტი ძალიან ბევრ ფილმში თამაშობს და ძალიან ბევრ კინოვარსკვლავთან ერთად. აი ამ ფილმების სიყვარულიდან გამომდინარე, არაფერი უბრალოდ ერთჩვენიერ დღეს მივწერე Instagram-ზე, მომწერა პასუხი და შარშან მახსოვს ნოემბერში ვახშამზე ვიყავით იტალიის ელჩის მიერ მიწვეულები და აიქ მომივიდა მესიჯი, რომ თანახმა იყო ჩამოსულიყო მაისის თვეში თბილისში. ისეთი ემოცია მქონდა იქ, უბრალოდ სიტუაცია არ იყო ისეთი, რომ ეს რაღაც ემოციურად, როგორც იტალიელებს ზოგადად ახასიათებთ, ხო, იგივე ქართველებს სამხრეთული ტემპერამენტი მოკლედ თავი შევიკავე, იმიტომ რომ საზოგადოება იყო განსხვავებული და არ გამომედა. თუმცა იქიდან რომ გამოვედი, აი იქიდან მოყოლებული მომყვება ეს ემოცია. და მე მჯერა, რომ ეს არ იქნება ბოლო, ვინც ჩამოყვას, ჩვენი ფონდის თავარი მიზანი და ოცნება, ესე რომ ვთქვათ, არის მაინც რობერტო ბენინის ჩამოყვანა, გამომდინარე იმიდან, რომ ცხოვრება მშვენიერია ქვია ჩვენ ფონდს და თვითონ ამ ფილმიდან ავიღეთ ეს დასახელებაც. თუმცა მოხდა ესეთი დამთხევა, რომ 1991 წელს არის გადაღებული ფილმი საბჭოთა კავშირის პერიოდში, სადაც ორნელა მუტი მონაწილეობს ქართველ ვარსკვლავთან ოთარ კობერიძესთან ერთად და ამ ფილმსაც ვქეთ ცხოვრება მშვენიერია. ხა ეს არ ვიცი რამდენად დამთხევა იყო ამ ყველაფრის უკვე წლების შემდეგ, 91 წელს მე 1 წლის ვიყავი. მაშინ არც ამ ფილმის შესახებ მქონდა წარმოდგენა და არც ამ სახეობის შესახებ. თუმცა, აი ესეთ რაღაცა მოხდა, რომ იმ ფილმის მონაწილე დღეს უკვე ამ ფონდის სახელწოდებით ცხოვრება მშვენიერიას ორგანიზებით ჩამოდის საქართველოში თან პირველად და იმედი მაქვს, რომ
ძალიან ესეთი კმაყოფილი და ბედნიერი წავა საქართველოს. კი ბატონო, კმაყოფილი და ბედნიერი რომ წავიდეს, სათანადოდ უნდა შედგეს საღამო, ვიდრე ეთერში შემოვიდოდით თქვენ დეტალებს გადიოდით მის გერმანელ პროდიუსერთან, ეს ის მარტივი არ არის, შეიძლება დღეს სოციალური ქსელები გადლებს იმის შესაძლებლობას, რომ პირდაპირ კომუნიკაცია გქონდეს, ასე ვთქვათ, Instagram-ზე მოგივიდეს შეტყობინება, მაგრამ მთელი დეტალები და პროტოკოლია გასაგები. რა თქმა უნდა. მოდით გითხარით, რა არის ეს, რა წვრილმანებია და შემდეგ თავად საქველმოქმედო საღამო როგორ იქნება, ის მისია, რომ ვთქვათ, ასეთი ღონისძიება ტარდება, მე მგონი თავად ამ ვარსკვლავისთვისაც მნიშვნელოვანია, ალბათ მან გადააწყვეტინა ზუსტად რომ ის უნდა ჩამოსულიყო ამ ღონისძიებაზე. ნუ ზოგადად იტალიელი მომყვებიან ქველმოქმედებაზე, როგორც საქველმოქმედოს უხსენებ, ნუ მათზე ძალიან მოქმედებს ეს ემოციურად, ნუ სენსიტიური თემაა მათთვისაც და რაც შეეხება თვითონ ამ პროდუსერთან ურთიერთობას, ნუ აქ რაღაც პატარა ესეთი მოთხოვნები, ნუ პრობლემას ის ქმნის ერთადერთი რომ პირველად ჩამოდის საქართველოში, ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა თავის დროზე რიკი პოვერის პროდუსერთან, როცა არ იცოდა ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ აი მე რო ჩამოდიან უკვე თბილისში და აქ ისეთ რაღაცებს ვახვედრებ და ისეთ რაღაცებს უკეთებ, რომ ატირებულები მიდიან და წასვლა რო არ უნდათ, აი ესეთ მდგომარეობაში და დარწმუნებულია რომ ორნელას შემთხვევაშიც ესე იქნება. უბრალოდ მაინც რადგან პირველად ჩამოდის, ბევრი კითხვა აქვს, აი მაგალითად თუნდაც იმედის ტელევიზიიდან სასტუმრომდე რა მანძილია, თქვა სასტუმროდან აი რაღაც დეტალები აქვს, ისეთი იგივე მარჯანშვილის თეატრზე ვკითხა რაღაც დეტალები, ნუ იქ სადილზე, ვახშამზე, რომ არის ვეგეტარიანელი და ყველა საკვებს. ნუ იმდენი ილაპარაკა თან ხუთნი ჩამოდიან და ბოლოს რაღაცნაირად გავღიზიან და უთხრა რომ კი ბატონო ის თუ არ ჭამს თქვენ მაინც ხო შეჭამთ მეთქით რაღაც ამ იმაზე ხაზგასმა რომ სულ ვეგეტარიანელია მის გარდა მეთქი თქვენ ხო იქნებით ვეგეთ არა მე ყველაფერს მივერთმევ პრობლემა არ მაქვს და აი მაგედან გამომდინარე ვიძახი მეთქი რომ ქართული ის რა ჩვენ გვაქვს ის უნდა აუცილებლად გასინჯოთ და ჩვენ მხრიდან უნდა ამით გაგიმასპინდეთ თქმა უნდა ჩვენ კარგი სტუმართმოყვარეობა გვახასიათებს როგორც წესი ამით ვართ ხოლმე განთქმული და ძირითადი ცრემლები რომელიც არის ხოლმე სტუმრების განშორების დროს მე მგონი ძირითადად ეჭვი მაქვს ხოლმე მაინც ამ მიმართულებას უფრო უკავშირდება იმიტომ რომ ხო ყველა იმას აღნიშნავს რომ დედა ეს რა იყო ეს როგორი ვთქვათ მასპინძლობა გაგვიწია თავად საღამო როგორი იქნება რა სცენარით განვითარდება რაც მინდა ვთქვა წამყვანი არის ნიკოლოზ წულუკიძე ღონისძიების მონაწილეობენ ქართული შემსრულებლებიც რა თქმა უნდა ნუ თავისთავად თვითონ ორნელა მთელი საღამოს განმავლობაში სცენაზე იქნება და რა როლი აქვს მას რა ფუნქცია ისაუბრებს თავის განვლილ ცხოვრებაზე ფილმებზე თავის ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე ნუ თავისთავად ჩელენტანოზე და შიგადაშიგ იქნება როგორც ქართული ასევე იტალიური ნომრებიც და რაღაცნაირად საღამო ისეთი უფრო მრავალფეროვანი იყოს ჩართულები არიან ანსამბლი ერისიონი გიგი პიანომენი ჯგუფი ალეგრო ლუკა ჭანიშვილი ყავს მომღერლად ახალი ბანო ჯგუფი და ანუ ახალი ბანა და ელენი დავითარი აი ეს მონაწილეები გაალამაზებენ ამ საღამოს და აქვე მინდა აღვნიშნო და ვისარგებ რომ შემთხვევით რომ ამ ღონისძიების აი ეს რომ შევძელით და დავაორგანიზეთ ესე რომ თქვა და აი სულ რაღაც 5 დღეში კი არა 4 დღეში ორნელა მოტი თბილისში არის ეს არის დამსახურება პირველ რიგში საქართველოს კულტურის სამინისტროსი შემოქმედებითი საქართველოსი თბილისის მერია დაგვიდგა გვერდში როგორც ყოველ ღონისძიებაზე და რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი იტალიის საელჩოს და კონკრეტულად იტალიის საელჩოს რომ არა ეს ადამიანები ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ აი სპონსორებიც ძალიან ცოტანი ყავს და აი რაღაცა ისეთი იმით გავიარეთ ბეწვის ხიძზე რომ და იმდენ ნერვიულობა გადავიტანეთ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის ამ ხრივ და ის მოლოდინი რაც ქართულ მაყურებელს აქვს აბსოლუტურად გავამართლებთ. ბილეთებზე ვიტყვი რომ იყიდება ტიკეტზე და უკვე ძალიან ცოტაა დარჩენილი, ასე რომ ვისაც სურვილი აქვს რომ შეხვდეს ამ ლეგენდარულ მსახიობს მართლაც შეუძლიათ რომ შეიძინონ ტიკეტზე დებს ბილეთები და შეუძლიათ რომ შეიძინონ ის რაოდენობა რაც არის თუნდაც დარჩენილი. ღონისძიება ეძღვნება ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას და მისნათ ისახავს საზოგადოების გაერთიანებას აღნიშნული პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის მიზნით. თავად ორნელას ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, რამდენად ხშირად მონაწილეობს ის ასეთი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებში და გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ჩვენ არაჩვეულებრივად შესრულებულ როლებს ვიცნობთ,
უცნობი ორნელა როგორია, თქვათ რამდენიც შეიძლება რომ საზოგადოებამ ამ საღამოზე ზუსტად ის მხარე დაინახოს, რაც შეიძლება აქამდე ნანახი არ გქონდეს. ხო, დავიწყებ იმით, რომ ჩემთვისაც, როგორც იდეის ავტორისთვისაც, სურპრიზი იყო და არ ვიცოდი, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის ორნელა მუტი, არის ფრანჩესკა რიველი. ამაზე პატარა კურიოზიც გქონდა, ბიზნეს კლასის ბილეთებით ჩამოდიან და პროდიუსერმა როცა თქვა ერთ-ერთ იმაზე საუბრის დროს, რომ ფრანჩესკას დაველაპარაკებიო ამ ბიზნეს კლასთან დაკავშირებითო, ჩვენ გადაგვიქანდა გული კიდევ ბიზნეს კლასი, თუმცა ეს ფრანჩესკა იგივე ორნელა არის, ეს ორი სათაური სუმღუპავს ზოგადად. რაც შეეხება თვითონ ფრანჩესკა ორნელა მუტის შესახებ, მინდა თქვა, რომ ისიც აღმოჩენა იყო, რომ მას ქონია საიუველირო ესეთი რო ვთქვათ ხაზი და საქმიანობა და არაერთ ქვეყანაში არის. ერთი უცნაურობა, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურობაა, თორე ზოგადად შეიძლება ცხოველთა მოყვარულებისთვის არ იყოს ეს უცნაური. პატარა იმიდან გამომდინარე, პატარა გოჭი ყავდა სახლში, რომელიც გაზარდა და დღეს მის ეზოში დარბის ღორი, რომელიც მის აუზშიც ჩადის საბანაოდ ამოდის და 4 ფეხა მეგობარი, შინაური ცხოველი. ხო და მითხეს რომ მადლობა თქვიო რომ არ ჩამოყავს. ძალიან ის არის ამასთან შეჩვეული და რაღაცა და არც ეგ არ იყო ხა, მაგრამ ღორის ჩამოყვანა ისე რაღაც ცოტათი კურიოზებთან იქნებოდა დაკავშირებული. აი ნახეთ რა საინტერესო უცნაურობები აკავშირებთ ამ ცნობილ კინოვარსკვლავებს, თითქოს ერთგვარი ახირებებია მათი და გინდა არ გინდა უნდა გაითვალისწინო და დააკმაყოფილო. თუ გადავავლებთ თვალს ამ ვარსკვლავებს, მათ აქვთ ამგვარი გამოვლინებები, ისინი არ მალავენ, ვიღაცას ფრენის ეშინია, ვიღაცას თქვათ რაღაცა კონკრეტული რიტუალი აქვს შესასრულებელი. თქვენი გამოცდილებით უკვე მე-13 წელია ფაქტობრივად უწყვეტად ახორციელებთ ამ საქველმოქმედო ღონისძიებებს. ყველაზე უფრო საინტერესო რა პასაჟები გამოვლინდა, რაც დაგამახსოვრდათ. გარდა ორნელას მეგობარი გოჭისა. იცი რა არის, ესე კონკრეტულად ეხლა თვითონ ამ იტალიელებთან ესე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ერთადერთი რაც მახსენდება ძალიან ესეთ ცოტა სასაცილოდ, მაგრამ ამავდროულად სევდანარევად, ალბანო როცა ყავდა ჩამოყვანილი 2023 წელს, იყო ესეთი რაღაცა, რომ ნოემბერში ჩამოვიდა ალბანო და 3 თვით ადრე გარდაცვლილი იყო მისი ძალიან ახლო მეგობარი, ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო, რომელმაც ალბანოს დამსახურებით იცოცხლა 17 წელი. დაუდგინდა 2006 წელს მძიმე დაავადება და ონკოლოგიური დაავადება და ალბანო მიიყვანა მილანში ვიღაც ექიმთან და ვისი დამსახურებითაც იქ რო დასაწყისში უთხრეს რომ 6 თვე იცოცხლა სადღაც 17 წელი თუ 16 და ეს იყო ერთგვარად ალბანოს ძალიან დიდი დამსახურება და მოკლედ ვახშამზე რომ ვისხედით მე როგორც ქართული ტრადიციიდან გამომდინარე წამოვდგებოდი და ტოტოს შესანდობარს ვიძახდი ხოლმე და ესენი იწყებდნენ ტირილს ალბანოც მისი პროდიუსერიც მუსიკ ბენდის წევრები ბოლოს ჩემმა ფონდის წევრებმა მთხოვეს ძალიან ისე რომ გეხვეწებიო გაახსენებო იმ მომღერალს თორე ესენი გასკდნენ ტირილიცო და ის ქართველი სტუმრები ვინც ყავდა ასევე ვახშამზე ისინი ვერ ხვდებოდნენ ესენი რატო ტიროდნენ იტალიურად მიდიოდა დიალოგი და მისთვის ძალიან ემოციური მხარე იყო როდესაც ტოტოს ვახსენებდი და სხვადასხვა მე იყო ის მომენტი რომ მე გავბედე მე არ მომღერლობ ვარ მოყვარული და ვასრულებ იტალიურ სიმღერებს და ალბანოს კონცერტზე საფინალო ნომერი იყო მე და ალბანომ შევასრულეთ ტოტოს ცნობილი ლიტალიანო ქართველებს ლაშატე მიკანტარე დუეტში ვიმღერეთ ბენდმა დაუკრა და მიუძღვენით ტოტოს ხსოვნას ესე რომ ვთქვათ აი ესეთი რაც ყველაზე ესეთ მახსენდება ამ იტალიელების სტუმრობით. აქვე იმასაც ვიტყვი რომ ორნელას შემდეგ უკვე პასუხი დადებითი გვაქვს მოსული და წლის ბოლოს გეგმავთ ასევე ცნობილი იტალიელი მსახიობი
მოხელეობის მიკელე პლაჩიდოს ჩამოყვანა, რომელიც ქართველი მაყურებლების ცნობილია, კომისარი კატანი, რომელიც რომ მოკლეს ფილმში მთელი საქართველოს კი არა, მეგონი მსოფლიოს სადაც გადიოდა, ყველგან ტიროდნენ, ისეთი. და მერე წიგნები გამოდიოდა, მახსოვს, გამოცემები იყო ხოლმე 90-იან წლებში და ვკითხულობდით ამ ფილმებს წიგნად, იმიტომ რომ ხშირად ელექტროენერგიის პრობლემა იყო. მოდით მაინც ბოლოსკენ კიდევ ერთხელ ვთქვათ უშუალოდ ღონისძიების თარიღი როდის არის და ვთქვათ როგორ შეუძლიათ ადამიანებს აღმოჩნდნენ ამ საღამოზე. ხო, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს ღონისძიება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ წინა ღონისძიებაც ჰქონდა გაკეთებული ზუსტად ამ თემაზე. დავეხმარეთ ამ ადამიანებს, ზოგს დაუფინანსეთ მცირე ბიზნესი, ზოგს სწავლის გადასახადით და ჩვენც იყო ძალიან ემოციური მომენტი მათთან შეხვედრა, უბრალოდ სახელდაგვარებს, რა თქმა უნდა, ვერ ვასახელებთ კანონმდებლობიდან გამომდინარე და წელსაც აი გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ისევ ეს ღონისძიება თვის გავაკეთოთ. რაც შეეხება აღონიზებას ჩატარდება 16 მაისს, თუმცა 15 მაისიდან იწყება უკვე თავგადასავლები, იმიტომ რომ ძალიან ორიგინალური დახვედრა გვაქვს, როგორც ფილმში. კოლონას უკეთებთ მოტოციკლეტებით სასტუმრომდე, რაც მან არ იცის ჯერ და სასტუმროშიც დახვედრის ცერემონია გვაქვს მთელი მომღერლებით და მოცეკვავეებით. იმედია გავრცელდება ეს კადრები და ვნახავთ. აუცილებლად. მე უკვე 16-ში დილიდან უკვე რეპეტიცია არის, მე ტელევიზიაში მიდის სტუმრად და საღამოს 7 საათზე 16 მაისს არის უკვე მარჯანშვილის თეატრში ეს ღონისძიება. და მოკლედ კიდევ ერთხელ გამიმეორო, ქართველი მაყურებელი შეძლებს მართლაც ლეგენდარულ და ულამაზესი ქალბატონის ხილვას, იმიტომ რომ რო უყურებ მის კადრებს, ისეთივე ლამაზი არის, როგორიც მე ფილმში მახსოვდა აი იმ ჭირვეულის მორჯულებაში. კი ბატონო, რადგან ჭირვეულის მორჯულებაში მისი მეწყვილე იყო ჩელენტანო და ჩვენ რეალურად ორნელას ალბათ პირველი ვისთანაც ვაკავშირებთ არის სწორედ ჩელენტანო, ამ ვთქვათ ცნობილი ერთ-ერთი სიმღერით მინდა დავასრულო ჩვენი საუბარი. მადლობა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ 16 მაისს 19 საათზე კოტე მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო საღამო იმართება ორნელა მუტის ბენეფისი და გექნება შესაძლებლობა ამ ლეგენდარულ იტალიელ კინო ვარსკვლავს შეხვდეთ და ჩვენ ამ თემაზე საუბრობდით სწორედ. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.